დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოს შეხვედრა 30 აგვისტოს გამართა. იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე ბულგარეთის ეროვნული ნაკრები იყო. ქართველმა კალათბურთელებმა მოწინააღმდეგე 11 ქულიანი სხვაობით 94-83 დაამარცხა. და უნივერსიტეტებმა შეიძლება ერთმანეთთან რამდენიმე საუნივერსიტეტო. ჩვენ NBA-ში იყო პერიოდები, როცა უფრო მეტი ხალხი ყავდა ვიდრე ჩინეთს და ეხაც არ ყავს ბევრად ნაკლები და ყოველ შემთხვევაში ის რა ქვია იყო და ევროპაში ლიგაში და ყველაფერში რაღაც გაგებით ჩვენ ვართ საკალათბურთო გუნდი, მაგრამ არ უნდა დაგომართოს იგივე რაც ფეხბურთელებს, რომ ყველა კარგ გუნდში თამაშობენ და ერთად რო შეიკრიფებიან, მე ვეღარ თამაშობდნენ და იმედია ესეც გამოსწორდება და ეხლა იქაც მუშაობთ, მაგრამ თქვენ ეს თითქოს გადატეხეთ ეს ნავსი და ეხლა გვინდა რომ ეს ბოლომდე მივიყვანოთ რა. და ჩვენი დახმარება გექნებათ ყველანაირ, მაგაში მართლა ეს ის კი არა რომ ჩვენი აკვიატება ხალხის მოთხოვნა ასეთი რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ. თქვენც დაგვეხმარეთ, ჩამოვყაროთ ერთად გეგმა, კიდევ ერთხელ მერვე ყველა სახელმწიფო რესურსი, რაც ახლა შეზღუდულია, მაგრამ არის რაღაც ზღვარი, რომლის იქით ფულიც აღარ მუშაობს, მაგრამ იმ ფულის გარეშე არაფერი არ გამოდის. ეგ სადღაც შუალედი უნდა დაიჭირო აქ ოქროსი. თორე არის ძალიან მდიდარი ქვეყანა და არაფერი გუნდი ვერ შექმნეს მაინც. ყველაფერს გავაკეთებთ, ეს გავაკეთებთ და ჩათვალეთ რომ სახელმწიფო არის თქვენი გამთამაშებელი, მაგრამ თქვენ კალათაში ბურთი მაინც უნდა ჩავდეთ, ხო ესე? ჩვენ მოგეცით თქვენ მაშინ ისეთ ვალდებულება ავიღეთ, რომ ყველა მოგებულ თამაშზე $50,000 მოგცემდით, ამ ვალდებულებას ჩვენ ახლა შევასრულებთ. მაგრამ მინდა ასევე გითხრათ, რომ მომავალ წელს თუ პლეი-ოფში გავხვალთ პირველ ადგილზე და გავხვალთ შემდგომ ეტაპზე, ესე იგი ჩემპიონატზე. $2 მილიონ მოგცემთ და ესე იგი 2 მილიონი ამაში იქნება და არა თამაშების მიხედვით, არა საბოლოო შედეგი და ჩვენ გვიდა საბოლოო შედეგი და ასევე მინდა იცოდეთ რომ და ვიცით რომ თქვენც იცით რომ თუ ლიტვაში მოხვდებით, ლიტვაში პრაქტიკულად თითქმის სახლის აუდიტორია გეყოლებათ ისეთი განწყობა ლიტვაში ჩვენების მიმართ. ეხლა ლიტვა და თქვენ თუ ითამაშოთ ერთმანეთში ერთი რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ ყველა სხვა გუნდთან მიმართებაში თქვენ იქნებით სახში. ჩვენ მომავალ წელს ძალიან სერიოზულად ვაპირებთ, ფული ჩავდოთ ჯერ სტუდენტური ლიგა შევქმნათ. და უნივერსიტეტებმა შეიძლება ერთმანეთთან რამდენიმე საუნივერსიტეტო გუნდი შეიქმნას და მეორე სკოლის ჩემპიონატებს ვიწყებთ, ძალიან ბევრ სკოლას ეყოლება თავის გუნდი და პატარა ბავშვების კალათბურთი თუნდაც სამოყვარული ამ დონეზე და პლუს იცით რომ ჩვენ გვაქვს აშენებულია 10 სპორტის სასახლე, დარბაზების მშენებლობა გრძელდება და გვინდა რომ იქაც სერიოზული სექციები შეიქმნას და არა უბრალოდ ის რომ ვისაც უნდა შევიდეს და ითამაშოს, იქაც იყოს სერიოზული ცვლილები და ეს ცვლილები სერიოზულად მომზადდეს. დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა რაგბის სანაკრებო ბაზის მშენებლობა დაათვალიერა, რომლის მშენებლობაც ნოემბერში დასრულდება. ამავე ბაზაზე რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა გიან იჟარაძემ მინისტრს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი წარუდგინა. ის გამოცდილი სპეციალისტია და 9 წლის განმავლობაში შოტლანდიის ნაკრებში მუშაობდა. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით დიქსონის ცოდნა და გამოცდილება ჩვენს გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად ასპარეზობაში დაეხმარება. ეს მოედანი არის დასტური იმის, რომ სახელმწიფო ხელს უწყობს ზოგადად სპორტის განვითარებას და კონკრეტულად რეგბის განვითარებას. თავარი რაც არის მოედანი არის, თავარი არის ჩვენ ეროვნული ნაკრები ყო ძალიან ძლიერი და პერსპექტიული მომავალი თაობა, რომელიც მედიც გვაქვს, რომ შედეგები გვექნება მაღალი. ის წლების განმავლობაში შოტლანდიის ნაკრების თავარი მწვრთნელი იყო, გარდა ამისა ის ჩვენ საერთაშორისო ფედერაციაში ხელმძღვანელობს მწვრთნელთა მომზადების პროგრამებს. გარდა ამისა ის ერთი წელია უკვე საქართველოშია და მუშაობს საქართველოს რაგბის კავშირში განვითარების პროგრამებზე, აი ამ ყველაფერმა ერთად გადაგვაწყვეტინა, რომ ეს ის პიროვნება, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მე კარგად შევისწავლე საქართველო, მისი კულტურა და სპორტი. საქართველოს ნაკრებმა გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კარგად იასპარეზა და მთელს მსოფლიოს თავი დაამახსოვრა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს ეროვნული ნაკრები ღირსეულად წარსდგეს მსოფლიო ჩემპიონატზე და შინამაყები დავბრუნდეთ. მოსკოვის მერმა იური ლუშკოვმა ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია მოსკოვის წინაშე დამსახურებისთვის წარჩინების ნიშნით დააჯილდოვა. გიორგი დანელიას 25 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა. ცნობილი რეჟისორი 1930 წელს თბილისში დაიბადა. გიორგი დანელია საკუთარ ფილმებს ნაღვლიან კომედიებს უწოდებს. მისი ფილმი მე დავდივარ მოსკოვში ნიკიტა მიხალკოვის მონაწილეობით ხრუშჩოვის დათბობის პერიოდის ყველაზე დამახასიათებელ აღწერად იქცა. დანელიას ყველაზე პოპულარული ფილმებია მინინო არ დაიდარდო, შემოდგომის მარათონი, იღბიანი ჯენტლმენები, აფონიო, სირიოჟა, პასპორტი და ასე შემდეგ.
1986 წელს დანელია გაშარჟებულ ფანტასტიკას ხინძაძას იღებს. გიორგი დანელიას სახალხო არტისტის წოდება უკვე 1990 წელს მიენიჭა. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გიორგი დანელია სულ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმაც დააჯილდოვა. დღეს ნიკო პატარკათ-ქალიშვილმა სასტუმრო თორში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა ფეხბურთის მეფის პელის თბილისში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ასევე იგეგმება ტურნირის ჩატარება სახელწოდებით პელის თასი. ტურნირში მონაწილეობა საქართველოს, ბრაზილიის, არგენტინის და ურუგვაის 21 წლამდე ნაკრებები მიიღებენ. ნიკო პატარქალიშვილის თქმით, ტურნირი თბილისელებისთვის დიდი საჩუქარი იქნება, რადგან მისი ჩატარების თარიღი თბილისობას ემთხვევა. გარდა ამისა, ის მიხეილ სააკაშვილს თხოვს ტურნირი პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართოს. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს 21 წლამდე ნაკრები გუნდები. ეს ტურნირი უნდა ჩატარდეს 30 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით. ბრაზილიიდან ვიწევთ მულათ ქალთა ცეკვის ანსამბლს, არგენტინიდან არგენტინული ტანგოს შემსრულებელს და მუსიკოსებს, რომლებიც გაალამაზებენ ამ ტურნირის როგორც საზეიმო გახსნას, ასევე ტურნირთან ერთად დაგეგმილი გვაქვს კონცერტები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე. ჩვენ გვიყვარს ქართული ფეხბურთი და მისი სასიკეთოდ კარგი საქმეების გაკეთება გვინდა. ასეთ იდეას აუცილებლად ჩავეჭირდოთ, უნდა ავიტაცოთ და ყველანაირად ხელნა შევუწყოთ. ამას ყველანაირად კერძო სექტუმართმა დაუჯეროს ხარი. მithumetes თბილისობას ემთხვევა. თბილისობა ზოგადად საჩუქარი რა უნდა იყოს ახლა თბილისელებისთვის, როცა ესე ტურნირი ჩატარდება, ასეთ თამაშები. იტალიაში გამართული დელა ლესინიას კინოფესტივალიდან გრან-პრი ქართველმა რეჟისორმა წამოიღო. ნუცა ალექსი მესხიშვილის ბედნიერება ჟიურიმ 26 ფილმიდან აარჩია. ფილმი, რომელმაც ლესინიას ოქრო მიიღო, 2009 წელს გამოვიდა. იტალიაში აღებულ ჯილდომდე მან რამდენიმე ფესტივალი მოიარა და არაერთ ნომინაციაში გაიმარჯვა. ბედნიერების დეტალები და რეჟისორის სამომავლო გეგმები ნახეთ თამარ გრძელიძის რეპორტაჟში. ნუცა ალექსი მესხიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ფელიჩიტა“ ანუ ბედნიერება ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ფილმმა იტალიის დელა ლესინიას მე-16 კინოფესტივალზე გრან-პრი ლესინიას ოქრო აიღო. უკვე 16 წელია კინოფესტივალი დელა ლესინია მასპინძლობს ფილმებს, რომელიც ცხოვრებას, ისტორიასა და ტრადიციებს ეძღვნება. წელს ასეთი ჟანრის 26 ფილმიდან ჟიურიმ საუკეთესოდ ბედნიერება მიიჩნია. მოგითხეთ ხომ ფესტივალის შესახებ ძალიან ბევრი გამიგია ადრე და მე ახლა რახანეს პრიზი მივიღე, ამიტომ ახლა ვამტკიცოთ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფესტივალი, არა, პატარა ფესტივალია, რაღაც ძალიან მგონი ძალიან თავმდაბალი და პატარა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნუცა მესხიშვილმა ზაირა არცენიშვილის მოთხრობის ცოლმა ქმარი დაიტირას მიხედვით გადაიღო. ბედნიერება სევდითა და ირონიით სავსე ფილმია, რომელიც მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ დაიტირა იტალიაში ლუკმა პურისთვის გადახვეწილმა ქალმა საქართველოში გადაცვლილი მეუღლე ტელეფონით. ერთხელ ზაირამ ესე წაგვიკითხა ეს მოთხრობა. მთლიანი მოთხრობა არის თავიდან ბოლომდე მხოლოდ ქალის ლაპარაკი ტელეფონით. მობილური ტელეფონით იტალიიდან თავის სოფელში, თავის სამშობლოში. კინოფესტივალამდე ნუცა ალექსი მესხიშვილმა გრძელი გზა განვლო. 90-იან წლებში პარიზში კინოხელოვნების ინსტიტუტი დაამთავრა. სადიპლომო ფილმის ზღვაზე ხუმარ წავსულიყავით დასრულების შემდეგ პაუზა აიღო. 2009 წელს ბედნიერება გადაიღო, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. რაღაცნაირად გავაკეთეთ ეს ფილმი, თითქოს არაფრის არანაირი მოდის თუ არანაირი ტენდენციების არაფრის გათვალისწინებით, მხოლოდ ვიყავით დარწმუნებული, რომ ეს ღირებული თემაა. რეჟისორის თქმით, წლის ბოლომდე ფილმი კიდევ რამდენიმე ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. თავად ნუცა ალექსი მესხიშვილი ახალ პროექტზე მუშაობის დაწყებას გეგმავს. ამბობს, რომ პაუზა, რომელიც პირველ ფილმსა და ბედნიერებას შორის დიდხანს გაგრძელდა, აღარ განმეორდება.